სიგნიფიკაცია ნახეთ. რა ხდება ახლა თქვენ შორის ურთიერთობაში? მონადრება თითქოს აი ეს ლამაზი დღეები გახსენდებათ, როგორი ლამაზი იყო თქვენი სიყვარული გახსენდებათ, აი ემოციური ეტაპი აქ. გახსენდება თქვენი შეხვედრები, გახსენდებათ ის სასიამოვნო, ნოსტალგიური, სენსიტიური, რაღაცა ემოციური თანაბრობა, თითქოს აი ერთ ოჯახად შეიძლება სულ არ გქონიათ ესე მიწიერათ ისა, მაგრამ ერთ ოჯახად როგორ ცნობდით თავს, მაგრამ ეს ყველაფერი დასრულებულია თითქოს აი ამ დროს ვერც გადიხართ ამ ურთიერთობიდან, ვერც წინ მიდიხართ, ვერც ვერ აკეთებ, აი ვერ ხედავთ რა იქნება ამ ურთიერთობაში, ხა მარტო ხართ და იხსენებთ აი როგორი რაღაცა მიწიერად სასიამოვნოდ გაქვთ გატარებული დრო, შეიძლება ეს დიდი ხნის წინაც იყო. რა გველოდება სასიყვარულო ურთიერთობაში უახლოესი 2 თვის განმავლობაში მაქსიმუმ. გამოსვლა გაჩერებიდან, შეჩერებული სიტუაციიდან ფიქრები, რომლებიც გულს გტკენდნენ თითქოს იმ რაღაცა როგორ რაღაცაზე იცი, შეჩერებულს, ანუ არაფერი გადაწყვეტილება რო არ არის მიღებული, მაგრამ შეჩერებულია ხვდები, ანუ გადაწყვეტილებაც მიღებაც შეჩერებულია, ყველაფერი ფიქრები თითქოს აი შეჩერებაზე, რომლებიც გულს გტკენდათ, თითქოს რაღაცა ძვრები, მაგრამ აი აქედან გამოსვლა ხდება. გამოსვლა, გადასვლა, კი გავიგე, შენ გამოდიხარ, მაგრამ სიყვარულის ხაზზე ეს ელოდება, მაგრამ აი ეს სად მიდის მერე? ეხა ჩამომივამალი გამადიდებელი შუშა და აღარ დამჭირდება ეს ახლოს მით. სად მიდის ძვირფასო ადამიანობა და თითქოს ის რაც აი ეს ერთიანობა ძვირფასი რაც იყო თქვენთვის და თითქოს შეიძლება ფიქრობდით ვიღაცამ რაღაცა დააზიანა, ასე აი თითქოს რაღაცა გაგეფანტათ ამ შეგროვილი სიძვირფასიდან, ხო? კი, აი ამ შანსს მოიპოვებთ ისევ, რომ ეს გამთლიანება მოახდინოთ. მამაკაცი, რომელიც დასრულებას ციტირებ დასავით და ჩუმად იყო, რომელთან ურთიერთობაც დასრულებული ჩანდა აქ შეხვედრა იქნება, მოვა ეს ადამიანი და აი როგორ შემოვა იცი თქვენთან ურთიერთობაში, რაღაცა აი ღლიცინის თემით გამოჩნდება და არღვევს დუმილს. კი. სხვათა შორის მე აქ ლაპარაკი იქნება, ამას მკაფიოდ განაცხადებს, რომ აი რა ვიცი, რა არ გააკეთა იმისთვის, რომ გაქცეოდა ამ უთქვენობას რა.
მაგრამ ვერ გაიქცა. ამას ხმამაღლა აღიარებს ეს ადამიანი, ბევრი წინააღმდეგობა გაუწია საკუთარ თავს, მაგრამ უთქვენოდ არაფერია, ეს სიტყვები შეიძლება გითხრათ. ანუ აქ რას მეუბნებით, რომ აღდგენაა ურთიერთობის? ბევრი იფიქრა მამაკაცმა, ცოტა იფიქრა, ეცადა, რომ ახალი ცხოვრებაც დაეწყო და ამ ფიქრებს გაქცეოდა თქვენთან დაკავშირებით, მაგრამ ჩემო ძვირფასებო, აი ვერ მოახერხა. შეიძლება ის ახალი რაღაცა ურთიერთი წაიფლის დავაწამოთ, მაგრამ არა, ვერ დაასრულა, თქვენ ვერ დაგივიწყათ და მოდის, მიიღეთ ისე ვინც ელოდებით. ისიც ზუსტად იცის, რომ მაგაზე ძალიან გაბრაზებული იყავით, ძალიან ბევრი გიტირიათ, ყველაფერს აკეთებდით, რომ დაუშვათ ამ ადამიანს რაღაცა ქმედება გაეკეთება, მე ეს კაცები მინდა რომ ვუთხრა, რომ რა გჭირთ, რანაირი კაცები ხართ, რანაირად, აი ახლა ამ ენერგიებში რომ აი იცის ყველაფერი, რომ ყველაფერს აკეთებდით, განერვიულებდათ, გაბრაზებდათ და აი მიუხედავად ამისა, მაინც აი ბავშვურად ცდილობდით, რომ რაღაცა გაგეგოთ, ისეთ მკაფიო გადაწყვეტილებებს არ იღებდით, იმიტომ რომ ამას ემოქმედა, რატო არ მოქმედებდი? მერე ეს რო იცოდეთ თქვენ ფულებს აგროვებდა, მით ვინ მოვიდა ეხა ეს ვინ არის აქ? დიდი ხნის განმავლობაში, რატო არ მოქმედებდა და ამას ეგონათ მუდმივად ეთყობა დიდი ხანი ელოდებოდით, რომ ისა შემოგთავაზებდათ, გაღიარებდათ იმპერატრიცას პოზიციაში გადაგიყვანათ, როგორც თავის ცოლს, მოდი ასე ვთქვათ რა, ამ ინფორმაციას ელოდებოდით, მაგიტო ნახე და ეს როგორ რაღაც იყო, იცი? მერე ის არის, რა ქვია, და მით უმეტეს თუ ესე რა. გამაგიჟებს ეს კაცი. მეო, დაჟე, როგორ რაღაც იყო, იცი, თქვენ გიმალავდათ იმას, რომ ამისთვის მე მგონი თქვენაირი ქალი ცხოვრებაში არ აყოლია ამას რა და მე მგონი იმასაც ვერ იჯერებდა, რომ ღმერთმა ესეთი ქალი მართლა მისცა ამას გეფიცები. აყოთ მართლა. და ისა, ოღონდ ამას თქვენ არ გეუბნებოდათ რა და თან ეშინოდა, რომ არავის წაერთმია, ის ზუსტად იცოდა, რომ ხელს რო გაუშვები, შეიძლება ვინმეს მოეპარავ, მაგრამ ისა ვაიმე, ეს ვინ მომიყვანეთ, ვინ არის ესა? ამ ბოლო დროს ეს ბიჭები ცოტა ძალიან ნერვებს მიშლიან, იმიტომ მიშლიან ნერვებს, რომ ხალხო კაცებო, ცოტა ექტვინი გაქანეთ რა. სულ ერთი და იგივე შეიძლება იმართა ქალები მოდიან ჩემთან, სულ ერთი და იგივე თემით, რომ აი ვერ იაზრებთ, რომ რა უნდა გააკეთოთ ხალხთან მიმართებაში. აქ მეუბნება იმას, რომ ყველაფერს არ გეუბნებოდათ და ეს არის, რა ქვია, ეგ ჩემი ბედი იყოვო, კი ბატონო, კანონიერად რაღაცა, მოიცადე, მაგრამ უნდოდა ამას, მაგრამ ვერ მოქმედებდა, იმიტომ რომ ისა, მოიცა რატო ვერ მოქმედებდი? რატო და
ამ ნაბიჯის გადადგმაო ძალიან მიჭირდაო, იმიტომ რომ საკუთარ თავთან კონფლიქტები ქონდა, რო იცოდეთ თქვენა. ასევე შეიძლება ამას სანათესაოსთან ქონდა პრობლემები და იმათთან შებრძოლება მოუწევდა. გაიგე, ამაზე ფიქრობდა ეს და მე რა ვქნა, რატო რა ქნა? არჩევანი უნდა გაეკეთებინა თქვენსა და რაღაცას შორის, რომ ემოქმედა, პასუხისმგებლობა იყო თქვენს და რა არჩევანი უნდა გაეკეთებინა. გაი, ეს ქალი და მეორე სხვა რა იყო რა არჩევანი. ვიცი, ერთი წამი ხარ, კაცმა გამაგიჟანე რა. იცი რა უნდა ვკითხო ეხლა ამას? ამ ხელა გაშლა, кайხანი არ გამიკეთება, ანუ მთლიანი დასტარო დამეც. ეხლა იცი რა უნდა ვკითხო, ძალიან საინტერესო ფაზაში შევიდა სიტუაცია, რომ ამას არჩევანი უნდა გაეკეთებინა. ქმედით კუთხით, ან თქვენზე უნდა გაეკეთებინა და პასუხისმგებლობა აიღო არჩევანი და ან რაღაცაზე და ეხლა ის რაღაცა რა არის? ანუ არჩევანს შენ რაზე ვერ აკეთებდი? რა იყო, უпростоრად, რა იყო შენთვის პრობლემა? რის გამოც არჩევანზე იდექი? რა არჩევანზე აქ საუბარი, გვაჩვენე რა? გოგოებო, ეს თუ ან ეწეოდა ან ცოტა ნარკოტიკები ან დალევის საკითხი შეიძლება იყო და აი როგორ რაღაც იყო, იცი, შეიძლება ეს თქვენ არ იცოდით. გამიგე და ამას თავისთავად ეხა პასუხისმგებლობა რო აიღო, იმდენი ტვინი კი აქვს, რომ იმას ფიქრობდა, რომ თქვენ ეს რო არ იცოდით, ამის მერე შეიძლება რა ვიცი მე და ამიტომ აქედან გამოჯამრთელებისკენ უნდა გადაედგა ჯერ ნაბიჯი. კიდე რა არჩევანზე გაქვს საუბარი, ანუ არჩევანს რაზე ეკეთებდი, სვავდი? კი. ვიცი, რომ არაერთი შანსი მივიღეო. ვახ, ძალიან საინტერესოა და ეხლა რა ხდება, გვაჩვენე შენს ცხოვრებაში, რა ხდება? ეს არის ვიღაცის წარსული მამაკაცი, რომელზედაც შეიძლება არც კი იცოდით, რომ შეიძლება სერიოზული პრობლემა ჰქონდა ალკოჰოლთან, ან მოსაწევთან, ან უარესი ნარკოტიკთან. გვაჩვენე, რომელიც თქვენ არ იცით. გვაჩვენე ახლა რა ეტაპზე ხარ, აბა შენ ცხოვრება როგორ მიდის, აბა გამოჯამრთელი მაკუთხით თუ არა? ვერა ჩამოძვირფასებო, ვერა ცდილობს, რო თქვა, რომ არ ცდილობს, არ არის ეგრე, ცდილობს, მაგრამ ora როგორ რაღაც იყო, იცი, აქ მეუბნება, რომ მაგითო მეორო ისა რა ქვია. ეგ ქმედება რომ გამეკეთებინაო და ეს არ დამესრულებინაო, იმიტომ დავასრულეო, რომ წასულიყო თვითონ ბედნიერი ყოფილიყო, იმიტომ რომ ეშინოდა მაგას თქვენ რასაც ელოდებოდით მაგისგან, რომ მე მაინც გაჩერდებოდა ურთიერთობა, გაიგე? და მაინც დასრულდებოდა ისა, იმიტომ რომ მაგას რაღაცა პრობლემა ჰქონდა. ნერვიულობით ნერვიულობს ნამდვილად.